საინტერესოა, რომ ავტოკრატიებში ხშირად ვაკვირდებით მსგავს დისკურსებსა და რიტორიკას, მათ შორის ლიბერალური თუ არალიბერალური პარტიებიდან. თუმცა კონტექსტი, ისტორია და პოლიტიკური კულტურა ამ საქმეში ბევრი რამის გამსაზღვრელია. შევიწროების ტიპები და ინსტიტუციური მოწყობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მუშაობს. ასე რომ, რაც საქართველოში მუშაობს, შესაძლოა იმან არ იმუშაოს უნგრეთში. მაგალითად, საქართველომ მიიღო უცხოელი აგენტების დაფინანსების შესახებ კანონი. იგივე კანონმდებლობა დავისაგანია უნგრეთშიც, მაგრამ ეს დღეს არ დგას დღის წესრიგში. ლიბერალურ დემოკრატიას არ აქვს რეცეპტი იმისა, თუ როგორ იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. ნათელია, რომ გარკვეულ საგარეო გავლენას აქვს ეფექტი, თუმცა ეს შესაძლოა დემოკრატიული არც იყოს. ერთ-ერთი გზაა შიდა წინააღმდეგობა, პროტესტი, როგორცაც ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში, უნგრეთში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკური სისტემა ძირეულად ეწინააღმდეგება ქართველი ადამიანის ბუნებას. არ არის ჩვენი ხალხი მიდრეკილი მონობისაკენ, ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. არასდროს ჩვენ არ გქონია თქვარი ესეთი მოთმინება განსაკუთრებული დიქტატორული ტენდენციების მქონე მმართველებისადმი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც დღეს ჩვენი ხალხი არ შეეგუება ქართული სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას.